საინფორმაციო პროგრამა სტუმართან ერთად ვაგრძელებთ. როგორი იყო 2024 წელი ხონის მუნიციპალიტეტისთვის, რამდენად წარმატებული იყო ხონის მუნიციპალიტეტის მერის წლევანდელი მუშაობა და როგორ ეხმიანება რაიონი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. გასულ წელს სტუმართან ხონის მუნიციპალიტეტის მერ ლადო ჯურხაძესთან ერთად შევაჯამებთ. ძალიან დიდი მადლობა მოგესალმებით ბატონო ლადო, რომ მობრძანდით ჩვენთან გადაცემაში სტუმრად და მზად ახართ უპასუხოთ ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით კონსტანტინე მაყურებელს. ბატონო ლადო, ვიდრე უშუალოდ ხონის მუნიციპალიტეტში გასული 2024 წლის შევაჯამებთ მუშაობას, მანამდე მინდა ერთ შეკითხვა დაგისვათ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები მაქვს როგორ შეაფასებთ მოკლედ თუ შეიძლება და კიდევ ერთი შეკითხვა პოლიტიკასთან დაკავშირებით, ვინ ღებულობდა მონაწილეობას ხონის მუნიციპალიტეტიდან პრეზიდენტ ყაველაშვილის არჩევაში. თუ შეიძლება ესენი მოკლედ და შემდეგ გადავიდეთ ერთი წლის მუშაობის შედეგებზე რა გაკეთდა ხონში. შეკითხვიდან დავიწყოთ, მონაწილეობას ღებულობდა საკრებულოს თავმჯდომარე ვალერე ვახტაძე და რაც ეხება კონკრეტულად პოლიტიკურ ვითარებას, კონკრეტულად რას გულისხმობთ თქვენ, რაზე გინდათ დაფიქსირება, პოზიციის დაფიქსირება. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რა მდგომარეობა ახლა საქართველოში? თქვენი პიროვნული შეფასება მაინტერესებს. რთული მდგომარეობა პოლიტიკურად, პოლიტიკურად შეიძლება იმდენად რთული არ იყოს და მდგომარეობა რამდენადაც გაყოფილია ორად საზოგადოება ხალხი. ის უთირდა აზრის პატივისცემას არ აქვს ადგილი. და რაც ყველაზე მეტად ჭირდება დღეს, რომ ერთმანეთს აზრი პატივისცემა გავითვალისწინოთ. იმიტომ რომ მე შეიძლება არ ვქონდეს ისეთი აზრი, როგორც სხვა ოპოზიციონერებს წარმომადგენელს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ქვეყნის მტერი ვარ. ამიტომ როდესაც ეს გათავისება ამის მოხდება, უკვე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. განარჩენ მხრივ პოლიტიკურად მე მინდა ვთქვა, რომ დღეს საქართველოს ყავს არჩეული პარლამენტი, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და ხალხის პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რასაც უნდა დაექვემდებაროს ყველა აქტორი, პოლიტიკური აქტორი. ესე იგი, ჩვენ რომ სხვა კუთხით ვაწარმოებდეთ დღევანდელი ჩვენს გადაცემას, მაშინ ალბათ რამდენიმე კითხვას კიდე დაგისვამდით, მაგრამ უშუალოდ, რადგან ერთი წლის მუშაობის შედეგებზე გვაქვს საუბარი, დავიწყოთ ისევ ხონში რა გაკეთდა ხონის მუნიციპალიტეტში გასულ 2024 წელს. რა მნიშვნელოვანი პროექტებით მოიწონებთ თავს? ნახეთ ყოველწლიურად წლიდან წლამდე გარკვეულ პროექტები მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში. იქიდან გამომდინარე თუ რის საშუალებას გვაძლევს ჩვენი ბიუჯეტი. ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გამომდინარე იქედან, რომ თვითონ ტერიტორიულად და მოქალაქეთა რაოდენობრივ ეს მცირე ტერიტორიაა და მოქალაქეთა რაოდენობა მცირე არის, საკმაოდ მცირეა. და ჩვენ შარშან რამდენი იყო? შარშან იყო 21 მილიონი დავასრულეთ ჩვენ, საიდანაც 21 მილიონიდან დაახლოებით 9 მილიონი დაიხარჯა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ყველაზე მეტად აინტერესებს სავარაუდოდ ჩვენს მოქალაქეებს. დაახლოებით 9 მილიონი ლარი დაიხარჯა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ეს იყო საგზაო ინფრასტრუქტურა, ეს იყო სხვადასხვა მიმართულებით სკოლების ბაღის რეაბილიტაციები, სკოლის რეაბილიტაცია და ასე და ასე შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა უკვე თითქმის 80-85%-ით უკვე დასრულებულია. შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციაზე მიდის უკვე საუბარი და რომელიც ტემპი გრძელდება და უკვე გადავდივართ სხვა მიმართულებებზე, იმიტომ რომ დღეს ჩვენს მოქალაქეებს უკვე სხვა მოთხოვნილებებიც უჩნდება. აი რა მოთხოვნილებებია ბატონო? არის მაგალითად ჩვენ ახლა შარშან დავასრულეთ ერთ-ერთი ძალიან წარმატებული პროექტი იყო, ეს არის მულტიფუნქციური სივრცე. სადაც ამ სივრცეში დაახლოებით 4000 კვადრატული მეტრის სივრცე არის, სადაც მოწყობილი არის როგორც სპორტული მოედანი, საკალათბურთო მოედანი, ასევე საორჯიშო მოედანი, სადაც სივრცე არის ყველასათვის, როგორც დაწყებული პატარა ბავშვიდან დასრულებული ანუ უფასოდ შეუძლიათ მოქალაქეებს ეს სერვისი მიიღონ? ეს ღია სივრცე არის და აი ამ სივრცემ დაიმსახურა ძალიან დიდი მოწონება. შესაბამისად, ჩვენც უკვე აი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ დავიგეგმეთ და უკვე წელს უკვე უბრალოდ ეხლა გავაფორმეთ ხელშეკრულება, თუმცა 2025-ში მეორე ესეთი ანალოგიური სივრცე ქალაქის ცენტრში შეემატება უკვე ჩვენს მუნიციპალიტეტს, რაც დარწმუნებული ვარ განწვრთნობს იმას, ვინაიდან ძალიან დიდი ზეწოლა დაწვრთნით მუშაობდა ის სივრცე და შესაბამისად ეხლა ეს განწვრთნის საშუალებას მიცემს და ჩვენ მოქალაქეებისათვის მეორე ესე ძალიან კარგი სივრცე შეიქმნება, ესე რომ ვთქვა. თუმცა მე რის თქმა მინდა იცით, რომ ეს ჩვენ კრიზისულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა, ესე რომ ვთქვა, იმიტომ რომ
მოთხოვნილებებს ჩვენ ბიუჯეტით ვერ ვეწევთ. შესაბამისად ჩვენ მე პირადად მიწევს სხვა დონორებთან ურთიერთობა, რათა მოვიზიდოთ გარკვეული თანხები. 2023-24 წლებში ჩვენ ამ კუთხით მე თავმოჩემია ვთქვა, რომ დაახლოებით 3.5 მილიონი ლარი მოვიზიდეთ, რათა სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. და რაში იქნა ეს თანხები? ეს სხვადასხვა პროექტებში ეს არ არის რაღაცა სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში მოზიდული თანხები, ეს ყველაფერი და ეს ერთ-ერთი სივრცეც ეს ამ თანხით არის გაკეთებული. ასევე დღეს ჩვენ მე შემიძლია და შეამაყებ თქვა, რომ დაახლოებით 11 კილომეტრიანი მონაკვეთი დაწყებული, სადაც ხონი იწყება, ეს როცა ქუთაისიდან შემოდის ცენტრალური გზა, რომელიც ნაკადით მოდის, იქიდან დაწყებული დაახლოებით 11 კილომეტრი მანძილზე ჩვენ სანათები, ახალი სანათებით შევცვალეთ. და ამან მოგცა რა? ეს არ არის მხოლოდ ის, რომ განათებული ანუ ტრასა არის განათებული. ტრასა მივიღეთ. ჩვენ მივიღეთ უსაფრთხო ტრასა. კი ბატონო, ამას შეგეთქვით. ძალიან ხშირ შემთხვევები იყო იმისა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები, რომელიც ფატალურობით თავდებოდა და ეხლა დღეს უკვე გვაქვს ისეთი განათებული სრულად არის ქუთაისიდან ხონამდე გზა განათებული? საიდანაც ხონი იწყება, საიდანაც ხონი იწყება. სადაც ჩვენ თანხის დახარჯვა შეგვეძლო ყოველ შემთხვევაში და ეს უკვე გრძელდება. ესეთი პროექტები უკვე გაგრძელდება. ასევე მყარი ნარჩენებისათვის ავტომობილს შევიძენთ ახლა. და მე მინდა ერთ სიამაყი ვთქვა, რომელსაც ამ პროექტებით ამ მოზიდული თანხით ვახორციელებთ, ეს არის ესე რომ ვთქვათ ექსპერიმენტარიუმი დასავლეთ საქართველოში ანალოგიური არ არსებობს. რაზეა საუბარი? ექსპერიმენტარიუმი ეს არის ქიმიის და ფიზიკის კანონებისა და ცდების ვიზუალიზაცია. სადაც ჩვენს მოსწავლეებს, მე ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ახალგაზრდების დაინტერესება მეცნიერებისთვის ეს არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორიტეტი და ანუ ეს იყო ჩემი ოცნება, რომ აი ბავშვებისთვის ჩვენ დაინტერესების კერა გაგვეჩინა. ერთ რომელიმე კონკრეტულ სკოლაშია თუ სახდება ეს? ეს გახდება 500 მეტრი კვადრატული შენობა გვაქვს. სპეციალურად აიგება თუ აგებულია უკვე? უკვე და უკვე აქტუალურად წავა 2025 წელს. 2025-ში დაიწყო უბრალოდ და ანუ იქ მოსწავლეებს შეექნება იმის საშუალება, რომ გარდა იმისა, რომ საგანმანათლებლო ცენტრი სივრცე იქნება, სადაც ეს გასართობის სივრცე იქნება, სადაც გარდა რო კითხულობს ფიზიკის გარკვეულ კანონს, რო კითხულობს ფიზიკის პირველ კანონს, მეორე, მესამე კანონს, როცა კითხულობს, იმის ვიზუალიზაცია შეიძლება და იმის დაინტერესებას უფრო მეტად დაინტერესდებიან. ეს იყო ჩემი მიზანი, რომ ბავშვებისთვის ესეთ სივრცე ეს დასავლეთ საქართველოში იქნება ერთ-ერთი პირველი. და აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ თბილისში არის. და როდის უნდა დასრულდეს ეს პროექტი? დიდი ალბათობით ზაფხულის თვეში და მომდევნო 2000 სექტემბერში უკვე მოსწავლეების მიღება შეძლებს. კი ბატონო, კიდევ სხვა მნიშვნელოვანი პროექტები. მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მე მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომელიც ჩვენ 2024 წელს შევმატეთ, ესე რომ ვთქვათ, ხონს, ეს არის აუტიზმის სპექტრით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა ხონში. ეს არის კერძო და თვითმმართველობის თანამშრომლობით შექმნილი ნაიო არის ესეთი ორგანიზაცია, რომელიც ესეთ ბავშვების რეაბილიტაციას აწარმოებს და ეხმარება ბავშვებს. შესაბამისად, ხონიდან უწევდათ ბავშვებს, მშობლებს, ბავშვები ეტარებინათ ქუთაისში. და ერთ-ერთი შეხვედრის დროს ჩემთან მოვიდნენ მშობლები, რომ ტრანსპორტირებაში იქნება დაგვეხმაროთ. შესაბამისად, შემდეგ ტრანსპორტირება იმდენად რთული ის გახდა, რომ არჩიეთ ხონში და ჩვენ დავისახეთ გეგმათ, რომ ეს ხონში გაგვეხსნა და ერთი წლის თავზე ზუსტად 2024 წლის ეხლა ზაფხულის თვეში ჩვენ ეს ცენტრი გავხსენით და თავიდან როცა 20-25 ბავშვზე იყო საუბარი, დღეს როცა მათმა გამოკვლევები ჩაატარეს, ძალიან ბევრ ბავშვი ირდება დახმარება და დაახლოებით მარტვილიდანაც კი დადიან ამ ეტაპზე ამ რეაბილიტაციის ცენტრში და ჩვენ დაფინანსებასაც უზრდით ეხლა რათა ბავშვებმა, იმიტომ რომ სრული სერვისი მიიღო ნადავლზე. პატარა ასაკში, როცა ამის ამოცნობა შეცნება ხდება და ამის მკურნალობა, ეს უფრო ადვილი არის, ვიდრე შემდეგ წლებში. კი ბატონო. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი კარგი პროექტი, რომელიც განახორციელებთ მე ჩემი ჩათვლით, რომელსაც დავინტერესდები თქვენის ნებართვით, რა მდგომარეობაა ხონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებასთან დაკავშირებით. ბევრი დაგჭათ სოფელი, სადაც გაზიფიცირებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი გამოწვევა არის, რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად არ არის მუნიციპალიტეტში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ზუსტად გაზიფიცირება, მაღალმთიანი რეგიონები, რომელიც ჩვენ ტურისტული რეგიონებიც არის. აი ამ რეგიონების გაზიფიცირება ჯერჯერობით არის არ დაწყებული. რამდენი სოფელია აბატონო დარჩენილი? და ეს არის ზეძილეთის ადმინისტრაციული ერთეული, გორდის ადმინისტრაციული ერთეული, სუქჩის სოფელი სუქჩე და კინჭკის ადმინისტრაციული ერთეული. აი ეს სოფლები არის. და 2025 წელში თუ იგეგმება ამ სოფლებზე. წელში, ნახეთ 2025 წელში უნდა დაიწყოს.
პროექტირება დაიწყება და 2025 ალბათ სამუშაოები დაიწყება. ყოველ შემთხვევაში დაპროექტებული იქნება. ანუ ესე იგი, რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, გზა მოწესრიგებულია, გარდა შიდა საგზაო მონაკვეთებისა. შიდა საგზაო გზებიც უკვე უმეტესწილად. მე დაახლოებით როცა ვამბობ, რომ 100%-ით რო ავიღოთ ხონის მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურა, დაახლოებით 80-85% უკვე დასრულებული. კი ბატონო, 2025 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, ანუ ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მიიღეთ. რამდენით განისაზღვრა 2025 წლის ბიუჯეტი? ნახეთ პირველი ეტაპზე, ბიუჯეტი პირველ ეტაპზე განისაზღვრება სხვათა თანხით და შემდეგ ხდება ყოველწლიურად წლის განმავლობაში, შემდეგ ეს იზრდება. ესე ვთქვათ, მეც მაგალითად როცა გითხარით, რომ 21 მილიონი იყო 2024 წლის ბიუჯეტი, ჩვენ დავიწყეთ 14 მილიონით. თუმცა შემდეგ გაიზარდა. წელს ეხლა ვიწყებთ ჩვენ 15 მილიონ 500.000-ით ვიწყებთ. და სავარაუდოდ რამდენით უნდა გაიზარდოს? გვაქვს იმედი, რომ გაცლებთ 25-27-28 მილიონამდე ალბათ ავალთ. როგორ გადანაწილდება ეს თანხები და რა არის პრიორიტეტი? ნახეთ, აი, ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი კიდე რაც მინდოდა მე მეთქვა დღევანდელ დღეს, ბიუჯეტირების პროცესი. ბიუჯეტირების პროცესი არ იწყება, აი, ნახეთ, ნოემბერში არ იწყება, ასე რომ ვთქვათ, როცა ვღებულობ ბიუჯეტს 25 დეკემბერს დასრულდა, ხო, ბიუჯეტის მიღება ჩვენთან მუნიციპალიტეტში. მაგრამ ეს არ არის ერთთვიანი პროცესი. ეს არის მთელი წლის პროცესი არის. ამიტომ ჩვენ მივიღეთ ესეთი საპილოტო პროექტად განვიხილეთ, რომ ბიუჯეტის ორი მიმართულება, სოციალური მიმართულება და ახალგაზრდული და კულტურის მიმართულება. ეს ავიღოთ ორი მიმართულება ავიღეთ საპილოტოდ და ჩვენ არათუ განყოფილებებში მივიღეთ და შევადგინეთ ეს ბიუჯეტი. არამედ ამ ბენეფიციარებს, რომლებიც არის სოციალური კუთხით ბენეფიციარები, მათთან შეხვედრები ვაწარმოებთ. ანუ ხალხთან მივედით, შეხვედრები ჩავატარეთ. ანუ ხალხის საჭიროებები გაითვალისწინეთ ბიუჯეტის დაგეგმარებისას. აუხსენეთ, საიდან მოდის ბიუჯეტი? ანუ ტრანსფერატულ გამჭირვალე გავხადეთ მათთვის ბიუჯეტი, რომ ხონი რას აკეთებს, ხო? რამდენად კმაყოფილები დაგჭირდა ხონელები? ბიუჯეტის დამტკიცების დროს რაიმე ექსცესებს ხო არ ქონია რეაქცია ქონდა ამ იმას, მინაიდან იმ ხალხმაც გაიგოს, რომ აი აქ ის რო არის, მერიის შენობა რო დგას, რას აკეთებს ხალხი და საიდან მოდის დაფინანსება, მე როგორ ვადგენ ჩვენ ამ დაფინანსებას, როგორ რა მიმართულებით, რა პრიორიტეტებს ვადგენთ, ეხლა ის პრიორიტეტები მათთან ერთად გავიარეთ. შესაბამისად, ეს რა რაოდი ახლა ძალიან ბევრთან ვერ შევხვდით, დაახლოებით 50 ადამიანი ბენეფიციარი მაინც ესწრებოდა თითო შეხვედრას. ისევე როგორც ახალგაზრდებს. ახალგაზრდებთან უფრო საინტერესო და ძალიან ინტერაქტიულად წარიმართა ეს პროცესი. ახალგაზრდები თავიანთი დაკვეთები გაგვიზიარეს თუ როგორ უნდათ რა სპორტული მიმართულებებით, ან თუნდაც საახალწლო ღონისძიებები ან და ხონელობის ღონისძიებაზე რა მომღერლები ჭირდებათ. სპორტული კუთხით რისი დაფინანსება ჭირდება, საგანმანათლებლო კუთხით რისი დაფინანსება ჭირდება და აი ამის შესაბამისად ასახვა მოხდა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში და შესაბამისად ამ პროექტით დამტკიცდა ეს ჩვენი ბიუჯეტი. სოციალურ პროექტებზე რას მეტყვით? სოციალურ პროექტებთან დაკავშირებით ეხლა ჩვენ წამოვიდა ჩვენ ბევრი სოციალური პროექტი გვაქვს, 29 სოციალური პროგრამა გვაქვს და მაგალითად წამოვიდა დემოგრაფიის კუთხით. ეს ბენეფიციარებს როცა შევხვდით, რომ იქნებდა რაღაც სტიმული მივცეთ, იმიტომ რომ სტატისტიკას როცა დავაკვირდით, უარყოფითი ბალანსი ჰქონდა. ეხლა ეს ახლა ჩვენ რაც ჩავდეთ, ქვეყანაში ასეა სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ რაც ჩავდეთ ეხლა ხო, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის პირველ ბავშვზე გარკვეულ ფულად დახმარება ექნება. ამას გარდა და ეს იმოქმედება, ეს შესაბამისად შემდეგ ამას დავაკვირდებით და შემდეგ წლებში ალბათ იმის და ლავირების საშუალება გვექნება, შუა წელშიც გვექნება ამის ლავირების საშუალება, შეიძლება გავზარდოთ და შეიძლება უფრო ფართო სპექტრი მივანიჭოთ ამას. აი ამის მოთხოვნილება არის, იმიტომ რომ ჭირდება ის წახალისება ჭირდება ეს. კი ბატონო, სამედიცინო კუთხით თუ გაქვთ რაიმე ცვლილებები ბიუჯეტში? სამედიცინო კუთხით ჩვენ საკმაოდ ფართო სპექტრზე ვართ მოდებული, ესე რომ ვთქვათ და ონკოპაციენტების დაფინანსება გვაქვს ცალკე ჩვენგან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო აფინანსებს და ეჯერადი დახმარებები გვაქვს, ესე რომ ვთქვათ და სარეზერვო ფონდი ძირითადად, ჩემი სარეზერვო ფონდი ძირითადად ხმარდება აი ამ პაციენტებს, რომელსაც არ კომუნიკაციური წესითაც არ დავდივარ, ჩვენ შემოდის დახმარება ჭირდება და იმ პროგრამული ბიუჯეტის შემდეგ უკვე სარეზერვო ერთვება საქმეში, ასე რომ ვთქვათ და ამ კუთხით ერთ-ერთი მოწინავართ რეგიონში. ჩემ და სამწუხაროდ ვამბობ ამას, თუმცა არ უნდა იყოს ესე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე არის. კი ბატონო, მშენებლობა რეაბილიტაციის კუთხით თუ გაქვთ რაიმე ინოვაციები თუ ამ კუთხით გაქვთ რაიმე თანხები მიმართული ახალ ბიუჯეტში? კი, ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ
ეხა ერთი კიდე მომდევნო წლის იანვარში ჩვენ ხონის ცენტრის რეაბილიტაცია მოხდა. რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა 2 წლის წინ რეაბილიტაცია. იმის შემდეგ დარჩა, ეხლა როცა ვხედავთ უკვე ცენტრს რეაბილიტირებულს, უკვე ცოტა იქითაც გავდივართ, იმიტომ მოსახლეობას ითხოვს და სწორიც არის და მართებულიც არის. ხო, მარტო ცენტრი ხო არ იქნება. ხო, მარტო ცენტრი ხო ჩვენს იქნება, მას თქვა დავამსგავსოთ, გავალამაზოთ, ესე რომ ვთქვათ. შესაბამისად 2 კორპუსი გვაქვს ეხლა აღებული. ქალაქში 2 კორპუსი გვაქვს ამ ეტაპზე აღებული, რომლის გარე ფასადის რეაბილიტაციას სრულად მოვახდენთ, დათფუნების სისტემით გაკეთებას და ის 2 კორპუსი ამ ეტაპზე შეემატებათ. მომდევნო წლის ბოლოსთვის კიდევ ვაპირებთ მომდევნო 2 მის რეაბილიტაციას, 2 კორპუსის რეაბილიტაციას. მაპატიეთ, მე ვერ კითხეთ თქვენ მაშინ ეს შეკითხვა, როცა თქვენ საუბრობდით იმ ცენტრზე, რომლის ხელა მეორე ცენტრის აშენება რომ მოითხოვეს ახალგაზრდებმა. საცურაო სივრცე აუზებით თუ არის ამ ვერა სამწუხაროდ ამ ეტაპზე ჩვენ მაგას ვერ იმას ვიზოთ ხონის ბიუჯეტიდან გამომდინარე ჩვენ ამას ალბათ ამ ეტაპზე ვერ განვხორციელებთ თუმცა აქტიურად ვმუშაობთ ჩვენ ერთ-ერთი მეორე მიმართულება რომელიც ჩემთვის არის ყველაზე პრიორიტეტი ეს არის ეკონომიკის განვითარება. ეკონომიკის განვითარების აი ჩვენ გვსურს რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავთოთ აქტიურ ეკონომიკაში რომელმაც დოლარი უნდა გამოიმუშაოს. აქედან გამომდინარე აი ამ წლის განმავლობაში 2020 წელს ჩვენ კერძო და თვითმმართველობის თანამშრომლობით ძალიან წარმატებული პროექტები განვახორციელებთ. ეს არის აი ყველაზე მნიშვნელოვანი ხوار გახსენდებათ ამ ფაქტს. რამოდენიმე გვყავს, ერთ-ერთი არის უცხოური ინვესტიცია, პირდაპირ უცხოური ინვესტიცია შემოვიტანეთ მუნიციპალიტეტში, ეს არის ჰოლანდიური ინვესტიცია, რომელმაც სრულად ახალი მიმართულება გახსნა ხონში, ეს არის აკვაკულტურა. აკვაკულტურის მიმართულება გახსნა, ეს არის ჰაი ტექნოლოგიით დამონტაჟებული საწარმო, რომელიც მაღალ ტექნოლოგიური ხაზებით არის უზრუნველყოფილი და ეს არის ზუსტად ჩვენი მომავალი, იმიტომ რომ თუ ჩვენ მაღალ ტექნოლოგიური ხაზები არ დავნერგეთ, ისე ჩვენ კონკურენციის წარმოება ხდება. ლიფციტების წარმოება ხდება, დაავადებების მიმართ რეზისტენტული ლიფციტების წარმოება, რომელიც საქართველოს ჯერჯერობით არ ყოფილა. ამიტომ ეს ნოუ-ჰაუ შევთავაზეთ ჩვენს მუნიციპალიტეტს. ეს ლიფციტები მე ჯიშების მიხედვით იქნება გაშვებული მდინარეებში? აბა? ეს არის კერძო საწარმო არის, რომელიც ყიდის რეალიზაციას უკეთებს, შემდეგ რომ ჩვენს ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთაც მოხდება. ამ ეტაპზე ახალი არის 2020 წელს გაიხსნა ესა და შემდეგ ალბათ ექსპორტზეც გავა ჩემ დიდი მოხარული ვიქნები მაგის. მეორე საწარმო რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ჩვენს მოქალაქეებს და არა მარტო ხონის მოქალაქეებს, ეს საწარმო არის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც მაღალ ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, უახლესი ტექნოლოგიური ხაზებით არის, მათ შორის ბავშვთა კვების ხაზითაც არის აღჭურვილი. ანალოგი საქართველოში არ არსებობს, რომელიც უკვე გაზაფხულიდან უკვე პროდუქციას მიიღებს და ნებისმიერ სახის პროდუქციას, რომელსაც კი ხონის მოქალაქე, მარტვილის, ზესტაფონის და ასე შემდეგ აწარმოებს პროდუქტს. ნედლეულს, ხო? ყველანაირ პროდუქციას იღებს. ანუ ჩვენ ამით რა გავაკეთეთ? ჩვენ ამით მივეცით ჩვენს მოქალაქეებს და ერთის მხრივ სახელმწიფო ეხმარება რომ დანერგემომავლით შენ რაღაც ბაღები გააშენონ და პროდუქტი მოიყვანო და მეორეს მხრივ ჩვენ ბაზარი გაუჩინეთ აქვე ჩვენს მოქალაქეებს და აი ამით ჩვენ ძალიან ბევრი შეიძლება პირდაპირ დასაქმებულთა რაოდენობა იყოს 100 კაცამდე, მაგრამ ირიბად აქ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ჩართული. ეს მოგცემს იმის საშუალებას, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დოვლათი შექმნას და თავიანთ ოჯახებში შეიტანოს დაყოთ 30000 ლარის შემოსავალი შეუძლიათ რომ მიიღონ ეს. მესამე საწარმოც იხსნება ხონში, რომელიც ესევე თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების და კერძო სტრუქტურის ურთიერთთანამშრომლობით ხდება. ეს არის პოლიეთილენის ქარხნის მშენებლობა, რომელიც ასევე მასშტაბით რო ავიღოთ, არა მარტო ხონის მასშტაბით, მაგრამ საქართველოს მასშტაბით. დაახლოებით რამდენ ადამიანს დაასაქმებს? აი იქ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სასწავლებლებთან, რათა იქ ინჟინრები ჭირდებათ. უკვე სასწავლებლად დაახლოებით იქაც უკვე ალბათ 70 კაცამდე იქნება დასაქმებულთა რაოდენობა. აი ესეთ საწარმოები, სადაც 100 და 70 ადამიანია დასაქმებული, ან იქნებ მეტი, მე არ ვიცი მაპატიეთ არაინფორმირებულობისთვის. ბევრი გაქვთ გარდა სოფლის მეურნეობისა, ხონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა. ნუ გასაგებია რომ სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, მაგრამ ეს საწარმოები, რომლებიც თქვენ ახსენეთ და ძალიან კარგია რომ იხსნება. კიდევ თუ გაქვთ ესეთ საწარმოები. ჩვენ ჩემი ერთ-ერთი გამოცანა როგორც გითხარით, რომ აი მიწაც არის ხო, თავისუფალი მიწა ხონის ტერიტორიაზე და ის მიწა უქმად არ უნდა იყოს. მე ჩემ გუნდთან ერთად ვცდილობ რომ სხვადასხვა ინვესტორს ვესაუბროთ, რათა ეს მიწა აქტიურ ეკონომიკაში ჩავთოთ. იმ მიწა რო დოლარი გამოიმუშაოს. შესაბამისად, აქაც წინსვლები გვაქვს, ხო, დაახლოებით 900 გექტრამდე რეაბილიტირებული ჩაის ეს არის პლანტაციები არის უკვე ხონში.
ეხლა რაც შეეხება თქვენს მას გარდა იმისა, რაც ჩამოვთვალეთ, ხო? გარდა იმისა არის ავეჯის წარმოება. ხო, ერთ-ერთი პოპულარული არის ავეჯის წარმოება. ცნობილი. ერთ-ერთი ექსპორტიორია, ასე რომ ვთქვათ, საქართველოს მასშტაბით და ამ კუთხითაც და ამ კუთხით სტატისტიკა გვაქვს გაკეთებული, დაახლოებით 800 ადამიანი არის დასაქმებული აი ამ სფეროში. 800 ადამიანი არის დასაქმებული ხონის ტერიტორიაზე. ძალიან კარგი. საკმაოდ ლამაზი საახალწლო გარემო შექმენით წელს ხონში, ისე როგორც გაიცათ, მაგრამ როგორც მე კადრებიდან ვნახე, ეს იყო ძალიან ლამაზი, ზღაპრული გარემო და შესაბამისად კითხვაც რა დაჯდა ეს სიამოვნება ხონის მუნიციპალიტეტისთვის. მე რო გითხრათ ეს ძვირი არ დამჯდარა, საკმაოდ ზუსტ კონკრეტულ თანხას მე ვერ გეტყვით ეხლა, თუმცა ჩვენ შარშანდელი ილუმინაციები გამოვიყენეთ ამისათვის. ერთადერთი რაც იყო ნაძვისხის, ძველი ნაძვისხი გვაქვს და იმ ნაძვისხის მოდერნიზება და ახალი ბაბთა უკიდე და შესაბამისად დაახლოებით თუ არ ვწდები 10000 ლარი დაჯდა, მე მგონი სრულად ეს რაც საახალწლო ღონისძიება დაგვიჯდა ჩვენ. მაგრამ დამერწმუნეთ ეს ღირდა იმათ, თუ რამდენად ბედნიერი და ღიმილიანი მოქალაქეები იყვნენ. კი ბატონო, გეთანხმებით და ჯობდა ალბათ უფრო მშვიდი გარემოც ქონოდა, რომ ყველა ბედნიერი ყოფილიყო, ალბათ ამაში ზამეთანხმებით იმედია და უნდა დაგიწყოთ 2025 წელი იქნება სიმშვიდის წელი, მე დარწმუნებული ვარ მთელ საქართველოში და მსოფლიოშიც. თქვენ პირადად რამდენად კმაყოფილი ხართ საკუთარი მუშაობით, როგორც ხონის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ჯურხაძე, რამდენად კმაყოფილია საკუთარი მუშაობით? რა შეგეძლოთ მეტი გაგეკეთებინათ, რა გინდოდათ გაგეკეთებინათ და რისი საშუალება არ მოგცათ, თქვათ, თქვენმა ბიუჯეტმა ან დროში ვერ ჩაეტიეთ, ან ხელისშემსლელი მიზეზი რა იყო? ახეთ მე პირველად როცა მოვედი 2017 წელს, როგორც მერი მუნიციპალიტეტის, მანამდე მე საჯარო სექტორში არ მიმუშავია. უკერძო სექტორში მუშაობდი და ანუ მეთქი ახლა ესე თემს გადავდგამთ, ესე რომ ვთქვათ, ესეთი იმით მივედი, მაგრამ არის გარკვეული ბარიერები, არის გარკვეული სურვილები, მაგრამ შესაძლებლობები ვერ კმარა ამას. არის ზოგჯერ რომ თანამშრომლებიც ვერ მოყვებიან თუ როგორ უნდა განავითარო რაღაც პროექტი გადაკეთონ რაღაც, თუმცა ყველაზე მეტად არის ის, რომ ნაკლები ფინანსები გაქვს. და აი ზუსტად ეს კრიტიკული მენეჯმენტიდან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ, რომ ძალიან აი მცირე ბიუჯეტით რაც ჩვენ გაგვაჩნია, ხო, მაქსიმალური გაუკეთოთ ჩვენს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, აი თვითკმარი ვერასდროს ვერ იქნები. ვერ იქნებ. მე მაგალითად ეხლა ერთი რაღაცა განვახორციელებ, თაც ასევე მიამაყება ახალ ფუნქციები მინდა შევძინო მუნიციპალიტეტს. ენერგეტიკა, განახლებადი ენერგიის კუთხით, რომ ვინაიდან განახლებადი ენერგია ხვალინდელი დღე არის მთელი სოფლიოში, მე გამოვიკვლიე განახლებადი ენერგიის პოტენციალი ჩემს მუნიციპალიტეტში და დღეს უკვე ამას წარმოადგენს სხვადასხვა ბიზნეს სტრუქტურებში, რათა განახლებადი ენერგიაში ხონში ჩამიდონ ინვესტიციები. და ეს უკვე წარმატებული ნაბიჯები გაგვაქვს გადადგმული ამ მიმართულებით. ამიტომ ეს უფრო მეტის გაკეთება მინდოდა. დღეს მინდოდა დაუშვათ, რომ ყოფილიყო უკვე ინვესტორი შემოსული, თუმცა გარკვეული ინვესტორებთან კომუნიკაციას რომ პროექტზე წამოიყვანო, იმას ჭირდება დაახლოებით წელი მაინც ჭირდება, მსხვილ ინვესტიციებზე მაქვს საუბარი და ყოველ შემთხვევაში ის რომ უფრო მეტი გვინდა, უფრო მეტის გაკეთება მინდა, უფრო მეტი ბედნიერი და კმაყოფილი მოქალაქე რო ყოფილიყო ჩემთან. კი ბატონო, მაშინ ესე დაგისვამთ შეკითხვას. პრობლემები, რომლის წინაშეც დგანან ხონის მუნიციპალიტეტის ადამიანები, თუნდაც სხვადასხვა სოფლების წარმომადგენლები, რა პრობლემები გაქვთ? პირველი გამოწვევა, რაც ჩვენ უკვე ვახსენეთ, ეს არის გაზიფიცირების პრობლემა, რომელიც არის და მეორე, რომელიც არის, ეს არის ერთ-ერთი ეხლა 26 ივნის ხონს და ქუთაისში ხო ეს წყალდიდობა ხონს და ქუთაისში იყო მხოლოდ როგორც მე ვიცი და წყალდიდობის შედეგად ძალიან ბევრი ოჯახი დამეტბორა. ეს რამდენიმე სოფელში და მართლა გაუსაძლისი მდგომარეობა ჰქონდათ. ეს იყო არა მარტო რამდენიმე სოფელში, ქალაქის ტერიტორია, ანალოგი არავის არ ახსოვს, ჩემზე ხნერ ადამიანებსაც კი არ ახსოვს, რომ ესეთი წყალდიდობა ყოფილიყო მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, ჩვენ დავიწყოთ გამოკვლევა, ხო, გლობალური დათბობიდან გამომდინარე, ანალოგიური მოვლენას ხშირად იქნება მომავალში. შესაბამისად, ჩვენ დავისახეთ, რომ იმ დღეებში ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებდით. წყალდიდობის დროს ვერაფერს ვერ ვაკეთებდით, გარდა იმისა, რომ პრობლემებს ვაფიქსირებდით, საიდან მოდიოდა ეს ნაკადი, საიდან მიდიოდა და რა უნდა გაგვეკეთებინა. შესაძლოა დავიგეგმეთ, ამიტომ მეორე გამოწვევა, რაც მე მაქვს, ეხლა დღესაც რჩება. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 4 თვის განმავლობაში ჩვენ აი ამ სანიაღვრე სისტემის ხო, ძალიან ხშირად მოსახლეობა აცხადებდა, რომ სანიაღვრეები არის მოუწესრიგებელი, რაც იწვევს. ეს აქაც დიდი პრობლემის წინაშე დგებათ, იმიტომ რომ დაახლოებით 30 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა სამელიორაციო არხების კი, თუმცა მუნიციპალური არხები რაც იყო
ზოგი შევსებული იყო, ზოგს მოსახლეობას თვითნებურად დაკავებული ჰქონდა და რიგ შემთხვევებში თხილი იყო გაშენებული, რიგ შემთხვევებში რაღაც ნაგებობები ჰქონდათ იმ არხებზე დადგმული და აი ეს ხიდან გამომდინარე ამან გამოიწვია ყველაფერი. შესაბამისად ჩვენ ძალიან დიდ წინააღმდეგობასაც წავაწყდით, თუმცა წყალდიდობის დროს ყველა გვეუბნებოდა რომ დაგიდგებით, თუმცა როცა მივადექით გარკვეულ პრობლემებს და გარკვეულ ოჯახებს ესე რომ ვთქვათ, რომ ეს უნდა ავიღოთ აქედან და პრობლემები, თუმცა კომუნიკაციიდან გამომდინარე ჩვენ მაინც შევახერხეთ და ძალიან დიდი ნაწილი გავაკეთეთ. თუმცა დღეს ეხა მე მინდა გითხრათ, რომ ძირითადი ნაწილი ეს სანიაღვრე სისტემები, რომელიც გაუკეთეთ ხონს, იმუშავა, მაგრამ ეხა სხვა ამ გამოიწვია, სხვა იჩინა თავი. სხვა პრობლემა. იგივე პრობლემები ოღონდ სხვა ნაკადებიდან, ესე რომ ვთქვა და მოკლედ ეს ძალიან რთული ის არის, რა ქვია, გამოწვევაა, ესე რომ ვთქვა და დღეს ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობთ, რათა დამატებითი სტიქის სალიკვიდაციო თანხმოები მოვიზიდოთ მუნიციპალიტეტში და ახლობით 300-400,000 ლარისზე არის ეხლა ამ ეტაპზე საუბარი, რომელსაც იანვრიდან ჩვენ უკვე დავიწყებთ ახალი წლიდან ამ უკვე არცეული პრობლემატიკა სადაც ვიცით, რათა ეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რომელიც აქვს მუნიციპალიტეტს ახლა დაახლოებით ერთი კვირის წინაც საკმაოდ დატბორვა მოხდა ჩვენთან ხონში მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 3 დღე გადაუღებელი წვემა იყო. კი ბატონო, იყო ჩვენი გადამდგომი და მართლა საოცრად იყო ყველაფერი დატბორილი. ერთ-ერთი რთული გამოწვევა. კიდე დანარჩენი პრობლემა, რაც ხონელების წინაშე დგას. ხა რიგითობით რო გავყვეთ ხო არის სოფლებში მაგალითად მაქვს იმის პრობლემა რომ ინტერნეტიზაციის პრობლემა მაქვს თუმცა გავაკეთეთ ჩვენ ახლა სახელმწიფოს დაფინანსებით გაკეთდა ცენტრალური მაგისტრალი გავაკეთეთ ინტერნეტის ხაზის ბოჭკოვანი ხაზის ცენტრალური მაგისტრალი და ამის რომელიც ავიყვანეთ სოფელ გორჩ ყველაზე მაღალ სოფელ გორჩი ახალბედის სადაც კი არ იყო ინტერნეტი შეყვანილი აი ამ იმაში ცენტრალური მაგისტრალი გავიყვანეთ ეხლა უკვე კერძო კომპანიებმა უნდა მოახდინონ დაქცევა ეს ერთ-ერთი რთული გამოწვევა იყო დღევანდელ ციფრულ სამყაროში ერთ-ერთი რთული გამოწვევა იყო თუმცა აქაც უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯი ამ მიმართულებით და დარწმუნებული ბატონო თუ არ ვცდები ხშირად ვახსენებდით ხოლმე სკოლის პრობლემას ახალბედისეულის იყო ხო ეს პრობლემა არა გორდის იყო მოგვარდა ეს პრობლემა ჩემ და საბედიეროდ ეს სკოლა წელს გავხსენით და საკმაოდ ლამაზი და კარგი სკოლა არის მინდა გითხრათ ეს ერთობლივად მოქალაქეებთან ერთად მოქალაქეების სწორი რეაქცია იყო გარკვეულწილად, იმიტომ რომ 3 წელი მიმდინარეობდა და ყოველი 1 სექტემბერი სხვა შორის იმ გორდის სკოლაში დავდიოდი, სანამ ეს ბავშვები გადმოვიდოდნენ, ძალიან გაუსაზღვის მდგომარეობაში იყვნენ. მე დღეს მიხარია, რომ ეს ბავშვები ყველაზე ხონში არსებულ სკოლებს შორის ყველაზე კარგ სკოლაში სწავლობენ. სამომავლო გეგმებზე მინდა გკითხოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც 2025-ში დაისახეთ მიზნად, რომ უნდა გაკეთდეს, უნდა შესრულდეს, უნდა მოგვარდეს, რა არის ეს პრობლემები, ეს გეგმები. გეგმები ერთი როგორც გითხარით, გაზიფიცირებაზე, ეს გაზიფიცირება არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც გარდა იმისა, რომ მოსახლეობისთვის შვება იქნება, ამას გარდა იქნება ის, რომ ბიზნესი განვითარდება, სასტუმროთა ბიზნესის განვითარება ძალიან ხელს უშლის გაზიფიცირების არ ქონა ტურისტულ ზონაში. მეორე ერთი მიმართულება, როგორც გითხარით, სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება იმ დონეზე, რომ მე შიში არ ვიყო, ასე რომ ვთქვათ, რომ ყოველ გაწვევისას მე და ჩემი მოქალაქეები შიში არ ვიყავთ, რომ ახლა ის დაიტბორება და ახლა ის დაიტბორება. აი მის მოწესრიგებას ვთქვი და აი მას ნამდვილად დავასრულეთ სავარაუდოდ დიდი ალბათობით 2025-ში. ასევე მე მინდა გითხრათ, რომ აი ამ პერიოდში ჩვენ ორი მიმართულება ერთი არის სოფელი დიდღვაბუნა სადაც ის რო გითხრა რომელიც ვახსენე ჰოლანდიური ინვესტიცია განხორციელდება ეს იყო მიტოვებული სოფელი დღეს იმ მიტოვებულ სოფელში საწარმო კიდე თქვით თუ შეიძლება სახელი დიდღვაბუნა ძალიან ლამაზი სოფელია ადრე კომუნისტების დროს იქნა მოსახლეობა გადაასახლეს და დაუსახლებელი ტერიტორია არის დღეს მე იქ გზა ავიყვანე გზის აყვანას მოყვა ინვესტიცია. დღეს როცა მიწის საჯარო რეგისტრაცია მიდის, იქ მოსახლეობა უკვე ირეგისტრირებს თავიანთ მამაპაპეულ მიწას და უკვე ფიქრობს, რომ იქ დაბრუნდეს. ანუ ჩვენ ახალი სიცოცხლე შევიტანეთ. და კომუნისტების დროს რა მიზეზით იქნა ხალხი გადასახლებული? ეგ დროს იყო გადასახლებები, რომ სტალინის დროს გადასახლებულია. არა, მიწის დრო და მიწის რაღაცა იმის გამო არა, ბუნებრივი მოვლენებიდან გამომდინარე არა. შესაბამისად, იქ გზით უკვე ჩვენ სიცოცხლე შევიტანეთ იმის მასში. ეხლა დღეს ჩვენ წელს
წელს დავასრულებთ უკვე 2025-ში დასრულდება ასხის მთაზე მიმავალი გზა, რომელიც არის ერთ-ერთი საუკუნის პროექტი არის, მე მინდა გითხრათ, რომელიც დაპირებული ვიყავი ოკაცის კანიონზე, როცა გზას ვაკეთებდი და იქ არის ადგილობრივი გორდის მოქალაქეები, როცა მეწინააღმდეგებდნენ, რომ გზა არ ჩაიყვანო, ვინაიდან ჩვენ შემდეგ შემოსავალი გვეკარგება, მე იმ ხალხს დავპირდი და 2025-ში უკვე ასხის მთაზე დაახლოებით 15 ტურისტული ლოკაციაა კიდე ერთი? ასხით არის ალპური ზონა, რომელიც არის ულამაზესი ტერიტორია, ალპური ზონა, სადაც ძალიან გაუსაზღისი გზა იყო. და წელს ჩვენი გეგმით იყო განთვალისწინებული ის, რომ მაღალი გამომავლობის მანქანებს, ჯიპებს, რასაც ეძახიან, ესეთი მანქანებს შეძლონ, რომ თვითონ თავიანთი გზით ავიდნენ და ეს არის სიცოცხლის შაბერა იმ ულამაზეს ტერიტორიისთვის, რომელიც კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოუყვანს, დარწმუნებული ვარ. აი ტურისტული კუთხით თუ ხართ 2024 წლის კმაყოფილი? 2024 წელს იყო კმაყოფილება, რაოდენობაც იყო, გარკვეული რაოდენობა. COVID-ის შემდეგ 23-ში და 24-ში უფრო მეტი იყო მოსახლეობისა. 25-ში არის დაგეგმილი ძალიან მასშტაბური პროექტები ოკაცის კანიონზე, რომელიც განხორციელდება, თუმცა 2025 წელს ეს ვერ დასრულდება, მაგრამ 2026 წლისთვის იქნება ოკაცის კანიონზე იქნება დაკიდებული ხიდი, ბეწვის ხიდს, დაკიდებული ხიდს ეძახიან 256, რომელიც კანიონის ერთი მთიდან მეორე მთაზე იქნება გადებული და ამას გარდა იქნება დაახლოებით კილომეტრიანი ზიპლაინი, რომელიც კიდევ უფრო ახალ სიცოცხლეს დაბერავს ჩვენს ტურისტულ ლოკაციას. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი ამომწურავად ვისაუბრეთ თქვენი გაწეული მუშაობის შესახებ, მაგრამ თქვენ თუ გაქვთ რაიმე სათქმელი, რაც მე ვთქვათ, არ ვიცოდი და აუცილებლად უნდა გავაჟღეროთ, მე სიამოვნებით მოგისმენთ. არაფერი, მე მინდა მიულოცო, დამდეგი მინდა ეთერით მინდა ვისარგებლო და მინდა მიულოცო ჩემს მოქალაქეებს და სრულიად საქართველოს. დამდეგი 2025 წელი და ურთიერთპატივისცემის წელი ყოფილიყოს. ურთიერთპატივისცემის, ურთიერთაზრთა გაზიარების წელი ყოფილიყოს და ერთმანეთის პატივისცემა ყოფილიყოს და მშვიდობა ყოფილიყოს და მშვიდობისთვის გადაგვედგას თითოეულ ჩვენთაგანს ნაბიჯები. კი ბატონო. დამოუკიდებელ და ბედნიერ ქვეყანაში გვეცხოვროს. მადლობა რომ მობრძანდით. ტელემაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახდათ ხონის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ლატო ჯურხაძე. მადლობა რომ გვიყურეთ ერთმანეთს. შევხვდებით ორშაბათს 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. ნახვამდის.